წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა განსხვავებული ვერსიები და პროცესების თავისებური შეფასება პოლიტიკოსები 2010 წელს აჯამებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 13 მარტის მოდელირებული ქრონიკა, კონსტიტუციის ახალი პროექტი და საგარეო მიმართულებები. პოლიტიკური სუბიექტების სუბიექტური შეფასებები ანა ბროლაძის სიუჟეტში. არ ვიცი, ალბათ მაინც არჩევნებით. ადგილობრივი არჩევნები წლის მოვლენა ნამდვილად იმიტირებული ქრონიკა შეიძლება გამოვყოთ. საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში. ლისაბონის სამიტი და მისი დეკლარაციები. წლის მოვლენა იყო საქართველოს ლისაბონში. მოლაპარაკება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. ასეთი მრავალფეროვანია პოლიტიკოსების პასუხი ჩვენს კითხვაზე, რომელია წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა. თითოეულს განსხვავებული ვერსია აქვს და პროცესების მნიშვნელობასაც ყველა თავისებურად აფასებს. თუმცა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ 2010 წლის ერთ-ერთი სამახსოვრო პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. 30 მაისი აქტუალური აღმოჩნდა მთავარი მოთამაშეებისთვისაც და მათთვისაც, ვინც მოვლენებს შორიდან დამკვირვებლის სტატუსით ადევნებდა თვალს. ეს იყო ყველაზე უფრო ცუდი არჩევნები, რაც მეოდესმე მინახავს. იმიტომ რომ ყველა წინა გაყალბებულ არჩევნებში არჩევნებს აყალბებდა ადმინისტრაცია. 30 მაისის არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ მობილიზებული ზონდერ ჯგუფების არჩევნო უბნებთან, რომლებიც საკუთარი მეზობლების თანასადარბაზოელების, თანასკოლელების შესაძლებელი ხშირ შემთხვევაში ტერორს ეწეოდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამ მხრივ ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო დამამახსოვრებელი და მძიმედ დასამახსოვრებელი დღე 2010 წელს ჩემთვის. მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც გამოავლინა ორი ძირითადი სტრატეგია ოპოზიციაში. ერთი სტრატეგია ეს არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ხოლო მეორე სტრატეგია არის ოპოზიციის ლანძღვა. არჩევნები, რომელიც უკვე რამოდენიმე 2-3 თვეში აი ამ ქრონიკის მერე 30 მაისს იყო თბილისში. ამიტირებული ქრონიკა, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი არა მარტო ამ წლის, არამედ ბოლო რამოდენიმე წლის მთავარი მოვლენა შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ტიპის გადაცემა, რომელმაც შეძრა თითოეული ჩვენი, ეს თქვა, მაყურებელი. ჩამონათვალში 13 მარტის მოდელირებული ქრონიკაც მოხდა. იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება რუსეთის განახლებულ აგრესიასა და მის შესაძლო შედეგებს ასახავდა. პოლიტიკოსთა ნაწილისთვის არჩევნების მნიშვნელობა და იმიტირებული ქრონიკით გამოწვეული ემოცია საკონსტიტუციო ცვლილებების ფასეულობამ გადაწონა. ქვეყნის უზენაესი დოკუმენტის ახალ ვერსიაზე მუშაობამ წელიწად ნახევარს გასტანა. ორთვიანი საჯარო განხილვის შემდეგ კი პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა. პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდება და ის სახელისუფლებო შტოებს შორის ახლებურ ძალთა ბალანსს გვთავაზობს. შედარებით სუსტი პრეზიდენტის, გაძლიერებული პარლამენტისა და უფრო ძლიერი პრემიერის მონაწილეობით. მიუხედავად საარჩევნო წლისა, ჩემის აზრით, მე რომ მკითხონ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, გაცილებით უფრო გავლენიანი და გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, ქმედითი ზეგავლენის მომხდენი სახელმწიფოზე ეს იყო ცვლილებები, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სამწუხაროდ იმ ფორმით განხორციელდა, როგორითაც განხორციელდა. მოლაპარაკება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის საზოგადოების მოთხოვნის გამო დაწყებულია და მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც რეალური შედეგები იქნება. ეს აჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმა და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი. ასევე იყო საზოგადოების მოთხოვნა, ეს იყო კონსტიტუციური ცვლილებები, ეს საკმაოდ სერიოზული კონსენსუსით მიღწეული იქნა. შიდა პოლიტიკური პროცესების გარდა მართულ გუნდს არც საგარეო მიმართულებები დავიწყნია. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძემ წლის მთავარ მიღწევად ნატოს ლისაბონის სამიტი მიიჩნია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემაჯამებელ დეკლარაციაში საქართველოს თემამ სამჯერ გაიჟღერა. ტერმინები ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა კი დოკუმენტურად ჩაიწერა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მსგავსი აღიარებით და ახალი ლექსიკონის დამკვიდრებით ქვეყნის დეოკუპაციისთვის ნაყოფიერი ნიადაგი მზადდება. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მე უკვე ვახსენე რეზოლუციის მეორეჯერ მიღებას, სადაც გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუსვა სამედიცინო დიაგნოზი რუსეთის ფედერაციის ქმედებებს და ეს არ შეიცვლება. რუსეთის ფედერაციას ყოველ წელს მოუწევს ამ წარეების გადაყლაპვა და დამჯერეთ რუსული დიპლომატიისთვის ყველა წარუმატებლო, მაგრამ განსაკუთრებით გენერალურ ასამბლეაზე ძალიან მტკივნეულია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ლისაბონის სამიტი და მისი დეკლარაციები სხვადასხვა კონტექსტში სამჯერ თქვათ საქართველოს თემის გაჟღერება. ასევე მიღწევა იყო ქართული დიპლომატიისა ის, რომ ოფიციალურ დისკურსში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდა.
პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობას პოლიტიკური სუბიექტები სუბიექტურად აფასებენ. უმეტესობისთვის აქტუალურია ის საკითხი, რომელშიც უშუალოდ იყვნენ ან დღემდე არიან ჩართული.